ეს აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ახალი სატელევიზიო სტუდიაა და მე ჟურნალისტი იზი აფშილავა ვარ. ეს სივრცე სპეციალურად ერთი გადაცემისთვის შეიქმნა. ყველაზე რთულად დასაპატიჟებელი სტუმრებისთვის და ყველაზე ძნელად მოსასმენი ისტორიებისთვის. ადამიანებისთვის, რომლებიც სიცოცხლეშივე გახდნენ გმირები და რომლებმაც სამშობლოს ერთიანობისთვის ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე არ დაიშურეს. ერთი გმირის ისტორია. ასე ქვია ახალ მედია პროექტს და ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამ სტუდიის სტუმრები იქნებიან მეომრები, ვეტერანები, გენერლები, რიგითი ჯარისკაცები, გარდაცვლილი გმირების ოჯახის წევრები. ვეცდებით მაყურებლამდე მოვიტანოთ ისტორიები, რომლებიც 30 წელზე მეტი ელოდნენ მოყოლას. როგორც წამყვანი ამ გადაცემის თითოეულ ეპიზოდს ვუძღვნი მამაჩემს, რომელიც ისევე არასდროს მინახავს, როგორც ჩემი მშობლიური ოხურეი. რადგან ის იყო ერთ-ერთი პირველი მებრძოლი, რომელიც აფხაზეთში ჩაცხრილეს და მე მაშინ მხოლოდ 3 თვის ვიყავი. ამ ფაქტის მიუხედავად შევძელი და ჩემი ცხოვრების ყველაზე გააზრებული წლები დავუთმე სამსახურს, სადაც ვქმნით მედია პროექტებს შერიგებაზე, თანაცხოვრებაზე, ნდობის აღდგენაზე და გარწმუნებთ, რადგან მე ეს გამომივიდა, ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებლებს გამოუვათ. თვეში ორჯერ ამ სტუდიიდან თქვენ გაიგებთ რა ხდებოდა კონფლიქტის დროს რეალურად. მოისმენთ ადამიანურ ისტორიებს, რომელიც ხშირად დაუჯერებელიც მოგეჩვენებათ. და თავად ვეტერანებისგან გაიგებთ, გადაფასდა თუ არა მოვლენები და პროცესები. ამბობენ, მშვიდობამდე გზა არ არსებობს, რადგან მშვიდობა თვითონ არის გზა. კონფლიქტი უკვე იყო, ახლა მშვიდობის დროა. წარმოგიდგენთ გადაცემის პირველ სტუმარს, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეს, ჯანდრი უბირიას. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. და წარმატებას უსურვებ თქვენ სტუდიას და ტელევიზიას. დიდი მადლობა. ბატონო ჯანდრი, სანამ უშუალოდ გადაცემის თემას შევეხებით, ალბათ აუცილებელია აღვნიშნოთ მნიშვნელობა, ერთი გმირის ისტორია. ეს ამბები 32 წელზე მეტია ელოდნენ მოყოლას და მაყურებლამდე მიტანას. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქართულ ტელესივრცეში მსგავსი ისტორიების გაშღერება? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მადლობა მოწვევისთვის. მე მინდა ახალ სტუდიას და თქვენს გადაცემას წარმატება უსურვო. აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს აუცილებელია და მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი ადამიანი მართლა ელოდება იმ ისტორიებს, რომელიც რეალურად იყო აფხაზეთში და დღემდე არ ყოფილა ამის გაშუქება. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობა თქვენ, რომ მოიფიქრეთ, გადაწყვიტეთ და დაიწყეთ ეს გადაცემა. ვინ არის ჯანდრი უბირია? როგორ დაახასიათებთ საკუთარ თავს? ჯანდრი უბირია არის ერთი ჩვეულებრივი ქართველი ადამიანი, რომელიც დაიბადა აფხაზეთში, ქალაქ უჩამჩირეში, ცხოვრობდი ფრუნზეს ქუჩა 17-ში. დაამთავრე მეხუთე საშუალო სკოლა. სკოლის შემდეგ წავედით ლენინგრადში, ეს მამაჩემის გადაწყვეტილება იყო სანქტ-პეტერბურგში, იქ ჩავაბარე მოსამზადებელში, მერე ინდუსტრიალურ ტექნიკუმში ვსწავლობდი. ამ შუალედში მომიწია საბჭოთა კავშირის ჯარის გავლა. დავამთავრე ჯარი, მერე გავაგრძელე სწავლა და უკვე 88-9 წელს ჩამოვედი ისევ აფხაზეთში, იქ ავიღე აკადემიური და ისე მოხდა, რომ 86-7 წლის მერე უკვე ძალიან სხვანაირი ვითარება იყო, თითქოს საბჭოთა კავშირი იშლებოდა, უფრო დემოკრატიისკენ მიდიოდა ქვეყნები და მათ შორის აფხაზეთში იყო ძალიან აქტიური ცხოვრება, იმაზე მეტი, ვიდრე დაუშვათ წინა პერიოდებთან დაკავშირებით. რა კადრი გახსენდებათ პირველი, როცა იგონებთ თქვენ ქალაქს? ბუნებრივია მე მახსენდება სანაპირო, ჩვენ მქონდა ერთი ესეთი ადგილი, სადაც პრიჩალი იყო და ახალგაზრდობიდან, აი პატარობიდან, სკოლიდან უკვე შეგვეძლო წასვლა, მშობლების გარეშე ვიკრიბებოდით იქ და ხან მზის ამოსვლას ველოდებოდით, უყურებდით და აი მთელი ეს პეიზაჟი არის ჩემთვის პირველი, რაც აფხაზეთს მაკავშირებს და ეგრევე ეს მოდის ჩემს გონებაში და ასში. ცნობილ მოვლენებზე სანამ გადავალთ, აი გიფიქრიათ, რომ ხალხებს შორის ესეთი დაპირისპირება მოხდებოდა? მე მინდა გითხრათ რაიმე წინათ გრძნობა? არავითარი წინაგრძნობა არ მქონდა, ჩვენ უბრალოდ გავლილი ქონდა უკვე 99 წელი და ურთიერთობა ნათესაური კავშირი, მეზობლობა, სკოლა, სწავლა, მე დავუშვათ
იქ სანქტ-პეტერბურგში რო ვიყავი, აფხაზებთან ერთად ცხოვრობდით, ერთ ოთახში პურს ვიყავდით, როგორც არის სტუდენტური პერიოდები და სიმართლე რო გითხრათ, არ მქონდა იმის მოლოდინი, რომ ესეთი უბედურება დატრიალდებოდა აფხაზეთში. და როგორც კი დაიწყო ეს არეულობა, ვფიქრობდით, რომ როგორც 99 წელს ძალიან მალე დამთავრდება ეს, მე პირადად ჩემ თავზე შემიძლია ვთქვა და იმ გარკვეულ ჯგუფის სამეგობროსი, ვისაც იმედი ვქონდა, რომ მოელაპარაკებენ ახლა და ეს ყველაფერი დამთავრდება და ჩვეულებრივ ცხოვრებას განვაგრძობდით, იმიტომ რომ 99-შიც მოხდა იქ ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო, ადამიანებიც დაიღუპნენ, მაგრამ იმის მერე მაინც ერთმანეთთან ურთიერთობა ისეთნაირად არ იყო გაფუჭებული. ომის წინა ვითარება არ იგრძნობოდა, ხო, ესე მკვეთრად არ ქონდათ, რომ ეხლა იქნება დაძაბულობა, ეხლა მოხდება რაღაცა ცუდი. სიმართლე გითხრათ, შესამჩნევი არ იყო ეს. შესამჩნევი არ იყო, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ახალგაზრდობაზე ვიძახით, ეხლა იმ პერიოდში ვინც ვიყავით სხვადასხვა სფეროებში ჩართულები, ხვალ ომი იქნება, ამას არაფერი არ განაპირობებდა. არ მქონდა ეს ინფორმაცია, რომ ომი უნდა დაწყებულიყო პირველ რიგში და ადამიანებს შორის ურთიერთობაშიც არ იგრძნობოდა ეს, იმიტომ რომ სამეზობლოში ვყავდა აფხაზები და ჩვეულებრივ ყოველდღიური ადამიანური ურთიერთობა ჰქონდა. როდის იყო ის გარდამტეხი მომენტი თქვენ ცხოვრებაში, როცა თქვით, რომ მე დღეს იარაღი უნდა ავიღო? ძირითადად მასა იარაღის აღების საზოგადოებამ ჩვენ დავიწყეთ უკვე კოჩარის აღების შემდეგ. და მანამდე იყო ერთი 25 ოქტომბერს ესეთი იყო, ბევრმა შეიძლება არც იცის, უბრალოდ არ საუბრობენ ამაზე, უჩამჩირეზე იყო შემოტევა, შემოვიდა ძალიან დიდი აფხაზების და სხვადასხვა რუსების, კაზაკების დაჯგუფება, ქალაქი უნდა აიღოთ, პრაქტიკულად ქალაქში იყვნენ შიგნით შემოსულები, ზღვიდან დესანტი უნდა გადმოსულიყო და მაშინ ძალიან ბევრს არც ჰქონდა იარაღი. ჩვენ თუ ვინმეს რამე ჰქონდა, ვიყავით ორლულიანი თოფით ან გეკოს თოფებით. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ამ 99 წლის მერე ძალიან ბევრს, ვისაც გაფორმებული ჰქონდა იარაღები, ეს ჰქონდა ჩამორთმეული. უფრო გამოდის, რომ ქართველ მოსახლეობას ჰქონდა ჩამორთმეული ვიდრე სხვას. ომი რო დაიწყო, ჩვენ ყველა ქუჩაზე ჰქონდა პიკეტები გაკეთებული. რომ არ მოხდარიყო ყაჩაღობა და სხვადასხვა რაღაცები, ყველა მორიგეობდით, მათ შორის ვისაც იარაღი ჰქონდა და ვისაც არ ჰქონდა. ყველა ასაკის ადამიანები, ვისაც რაღაც წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო მაშინ. ახალგაზრდების სულისკვეთება და შემართება როგორი იყო იმ დროს, რას ფიქრობდით? მე გეტყვით ახლა, მე არ მithქვამს ეს ფართო ეთერით და გეტყვით ზუსტად 14 აგვისტოს რო დაიწყო ომი, საღამოს უკვე პრაქტიკულად ქალაქში იყო ჯარი. ეს მოულოდნელი იყო, ბუნებრივია, იმიტომ რომ მანამდე ქალაქის შემოსასვლელში დასავლეთის მხრიდან რომ მოდიხარ, იყო პიკეტი, სადაც აფხაზების ბერდეები იდგა და ისინი ამოწმებდნენ მანქანებს და ასე შემდეგ. ჯერ გაიარა ამ მანქანამ და მე უკან მოყვა ჩვენი ქართული შენაერთები და პრაქტიკულად ქალაქი იყო მთლიანად სავსე, ტანკებით, BMP-ებით, ჯარით და ასე შემდეგ. და უკვე 15-ში ჩვენი მანქანით მე ცხონებული ემზარბულისკერია და თენგოშონია, ეს ოცხალია, ჩვენი მეგობარი, ერთად გავიზარდეთ, ერთად ვომობდით, მერე წავედით შევათანხმეთ იმ პოზიციაზე, სადაც აფხაზებს ჰქონდათ დაკავებული და შეუთვალეთ, რომ ჩვენ გვინდა იმ ადამიანთან საუბარი, ვისაც მეტნაკლებად სიტყვა ეთქმეოდა იქ. მაგან მისცა თანხმობა, რომ ჩვენ შევეშვეთ იქ. ეს არის უკვე სანამ რეალური ბრძოლები დაიწყებოდა, მივედით ადგილამდე, ეს არის მოქვის შემდეგ სოფლები მოშორებული, სადაც აფხაზები იყვნენ. დაველაპარაკეთ ამ ადამიანს, ბუნებრივია, შეგვიყვანა შიგნით რაღაცა და ვთქვით, მივხედოთ, რა შეგვიძლია ჩვენ რომ გავაკეთოთ, ეს ყველაფერი დავამთავროთ. მე ვიტყვი მაგის სახელს და გვარს, ეს ცუდი არაფერი ამაში არ არის, ეს არის მერაბ ქიშმარია და მან მაშინ გვითხრა, რომ სამწუხაროდ ბიჭებო, ჩვენ ეს არ არის ის დონე, რომ ჩვენ რამეს გადაწყვეტის უფლება ან შესაძლებლობა გქონდესო.
ну ბუნებრივია ჩვენ მოვტრიალდით, წამოვედით უკან და აი ეგ უკვე ჩანდა რომ რეალურად იარაღი. ანუ თქვენ ყავდათ აფხაზი მეგობრები, რომლებსაც ფიქრობდით რომ ან გულით წყდებოდათ რომ იქით მხარეს დგანან? ძალიან ბევრი ყავდა ეხლა მინდა გითხრათ რომ ოჩამჩირე ძალიან ისეთი პატარა ქალაქია და ან სკოლიდან ან ისე ანუ ძალიან ბევრი სამეგობრო ყავდა. ჩვენ ვცდილობდით ერთმანეთისთვის გასაუბრებას, მართლა წარმოდგენილი არ ხონდა როგორ უნდა ეხლა აფხაზ ეომო ან ну, მაგრამ სამწუხაროდ მარტო აფხაზები ხო არ იყვნენ იქ. ყველაზე მძიმე მომენტი რაც არის, რომელიც აი გახსენდებათ ხშირად? ну, მძიმე მომენტები ბევრია, მაგრამ ერთი მძიმე მომენტი ის იყო, როდესაც შენთან ერთად გაზრდილ ადამიანს ახალი დაწყებულია ომი და ყველა ძალიან ისე მოწოდებულია, სამშობლო დაიცვას, ოჯახი დაიცვას, აფხაზეთი და გვერდით რო არის და ეხლა რო ესაუბრები რაღაცას, ну რაღაც ქმედებებს ახორციელებ და მე უცებ დაიღუპება და აი ვერაფერს რო ვერ ახერხებ, გინდა რომ გააცოცხლო, მაგრამ ვერ ახერხებ, არასდროს არ დამავიწყდება, ეს იყო პირველი ადამიანი, რომელიც ჩემს გვერდით დაიღუპა. ნახევრად აფხაზი იყო სხვათა შორის, დედა ყავდა აფხაზი, მაგრამ ესე ვთქვათ, ომის დროს უფრო ქართველობდა და უფრო ну ჩვენს მხარეს იყო, ჩვენთან ერთად ომობდა და არაერთი მაგალითია ესეთი. ხშირად გესიზმრებოდათ, ან გესიზმრებათ ეს კადრები დღეს? მე არ მოვიტყუები და ადრე უფრო ძალიან ხშირად პრაქტიკულად მინდა გითხრათ, რომ თითქმის ყოველ დღეს სულ ომში ვიყავი და ძალიან რამოდენიმე წელი. მერე იყო ესეთიც, რომ სიზმარში აი მეზობლების სახლს უყურებდი, ხედავ ეხლა რომ მოვბრუნდე, ჩემი სახლია უკან, მაგრამ ვერაფრით ვერ ვახერხებდი მოbrunებას და ეხლა ბოლო პერიოდია ისე ხშირად სამწუხაროდ არა, მაგრამ ბუნებრივია არის სიზმრები აფხაზეთზე. როგორ აძლიერებდით იმ მომენტში ერთმანეთს? შეიძლება ეს ყოფილიყო ერთი წინადადება, ერთი სიტყვა, ან ზერა? ჩვენ ვიყავით ერთი ქალაქის ერთი ახალგაზრდა ბიჭები, ვისაც თავისი ოჯახები უყვარდა, თავისი აფხაზეთი და სამშობლო. ერთმანეთს ვამხნევებდით იმით, რომ მოდით ეს ეხლა დღეს ხვალ რამოდენიმე ხანი პოლიტიკოსები მოილაპარაკებენ, უფროსები ესე ვეძახოდით და დამთავრდება ეს, უბრალოდ ჩვენ ის უნდა გავაკეთოთ, რაც გვევალება, სულთა ადამიანურად. გვერდს ვერ აუვლით იმ მომენტს, რომელმაც შეცვალა თქვენი ცხოვრება. ერთ-ერთი, რავი, გარდამტეხი აღმოჩნდა ალბათ თქვენს ცხოვრებაში. მეჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ ამის არ აღნიშნვა უფრო დანაშაული იქნება. როდესაც თქვენ ფრონტის წინა ხაზზე იდექით და ორივე ფეხი სამწუხაროდ დაკარგეთ. როგორი განცდა იყო, როგორც მებრძოლის და როგორც აი ადამიანურად რა იგრძენით მაგ მომენტში? ხო, ну გეტყვით მე მართლა დაახლოებით 31-12 წელია მე თვითონ ამ თემაზე ასე ფართოდ არცად არ მისაუბრია. გარკვეულ ადგილებს, სადაც მეომრები არიან, ერთმანეთში საუბრობენ ის ბიჭები, ვინც სოცხლები არიან დღეს. ну მე ჩავერთვე ომში მოგეხსენებათ და პირველი ვიყავი ბატონ ნაურჯიკიასთან, ეს იყო საარტილერიო დივიზიონი და მე ისე მოხდა, რომ მარტის ბრძოლების მერე შეიქმნა ერთი სწრაფი რეაგირების ბატალიონი და პირდაპირ ვიტყვი, აი ზარბაზანის შორიდან კილომეტრებიდან სროლა და რაღაცა ჩვენ ხასიათში რა ჯდებოდა მეტნაკლებად და გადავედით იმ სწრაფი რეაგირების ბატალიონში, იქ იყო მეთაური ბატონი რუზგენ გოგოხია და ვინაიდან მქონდა გამოცდილება არტილერიის მუშაობის კოორდინატების და ასე შემდეგ. იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ არ ვიყავით, ჩვენი მორიგეობა არ იყო წინა ხაზზე, მე მქონდა იმის უფლება და თანხმობა ხელმძღვანელობისგან, რომ გადავსულიყავი დაზვერვაზე და არტილერიისთვის მიმეცა კოორდინატები შემდგომი მოწინააღმდეგის განადგურების მიზნით. იმ ბრიგადაში, სადაც 24 ბრიგადა იდგა, თითქმის, ოღონ ყველგან არა, თითქმის ყველგან ვარ ნამყოფი. ერთ-ერთი მშვენიერი ესეთი მშვენიერი დილა იყო, ნუ ომის პერიოდში თუ შეიძლება ასე ითქვას, რამე ისეთი შეხლა არ იყო, რამე ბრძოლები არ იყო, უბრალოდ 4 კაცი და მე მეხუთე წავედით დასაზვერად, იქ რამოდენიმე სიმაღლეები იყო, სადაც ჯგუფდებოდა მოწინააღმდეგეს 102, 105, 109 სიმაღლე. და მივდიოდით დასაბომბად. მე მივდიოდი წინ როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი და ისე მინდა გითხრათ, რომ მე არ ვიყავი ბატალიონის მეთაური, ვიყავი ერთ-ერთი
ოფიციალურად ფიზმომზადების უფროსი ბატალიონის, მაგრამ რეალურად პირველი ასეულის მეთაური და აი ამ ასეულის ფარგლებში ეს 5 კაცი წავედით. ფოქვეშის მიმართულებით, ანუ ოხურეში ვიდექით ჩვენ, ეს საზღვარი იყო, სადაც აფხაზები იყვნენ. და ბუნებრივია მე მივდიოდი წინ და ეს ბიჭები რაციით მოდიოდნენ ჩვენთან ერთად, უბრალოდ ცოტა მოშორებით. რო გავიგეთ იქიდან ხმა, საუბრის ხმა, ანუ არა სასურველი ხმა სამწუხაროდ და გარკვეული რაღაც კანტაკუნტად სროლა იყო. ჩავთვალე რომ უნდა მოbrunებული ყავით უკან, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის კი არ იყო, რომ ვიღაცას დავსხმოვედით თავს დაუშვათ 5 კაცი, არამედ გაგვიკეთებინა ის საქმე, რაც უნდა გაგვიკეთებინა, ანუ დაზვერვა. გავეცი მე განკარგულება, თუ ბრძანება ამ ბიჭებს, ძალიან შინაურულად ვიყავით ახლა, ესე არ არის, მე შენ გიბრძანებ. ესე ბიჭებო, всё, ხედავთ, ხო, ბუნებრივად 8-10 მეტრი დისტანცია დაიკავეთ და გავიდეთ ესე და მე ვიყავი ესე დაწოლილი იარაღით, რამე ისეთი რო ყოფილიყო, რომ დამეზღვია ბიჭები. ბოლო ჩემს მერე უпроსტორად ვინც იყო, იმის სახელდაგვარსაც ვიტყვი, ხვიჩა ბობოა, აფხაზი ბიჭია, ჩვენთან ერთად ომობდა, მითხრა რომ კამანდირ, всё, შენი გამოსვლის დრო არისო და მე ავდექი, მოვტრიალდი და სამწუხაროდ ისე აღმოჩნდა, რომ ძალიან ახლოს ყოფილვარ ნახტა. მოხდა აფეთქება ამაგდო ძალიან მაღალზე. რო დავეცი პირველი რაც ვიგრძენი იყო ის, რომ მარჯვენა ფეხი ჩამივარდა თითქოს და რაღაც დიდ ორმოში, რასაც twini არ იყო მიჩვეული, ხო, ეთყობა, ხო? მარცხენა ფეხის წამოწევა რომ დავაპირე რაღაცნაირად ესე იყო რა, თითქმის ფეხი აღარ იყო დარჩენილი, რაღაცას ეკავა, მტკიოდა. აქეთ მუცელშიც მქონდა ჭრილობა. ღმერთს მინდა მადლობა გადაუხადო პირველ რიგში იმისათვის, რომ მაშინ მიმაღებინა ზუსტად ისეთი გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო ოფიცერს, ხელმძღვანელს და მაშინ ჩემთვის თავარი იყო. არანაირი ისეთი ტკივილი, შოკი, წივილკივილი არ ყოფილა, უბრალოდ ბუნებრივია ახლა ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, გავეცი ბიჭებს ცუდი სიტყვებით უთხარი, მაპატიონ. იმიტომ რომ ეუბნებოდით რომ დაეტოვებინათ. ხო, უნდა წასულიყვნენ და მე უნდა დავეტოვებინეთ, იმიტომ რომ ჩემი მდგომარეობა რო დავინახე, მე აფეთქების მერე ისე წავიდა თითქოს ალყა უნდა გაეკეთებინათ და აეყვანა ყველა და მე ჩავთვალე ის, რაც ჩავთვალე სწორად, მაგრამ ვინ დამტოვა, ბუნებრივია, შგუტები მქონდა გამეკეთეს შგუტები და რომ მოვდიოდით, მე უკვე მეტნაკლებად მივხვდი, საით შეიძლება ყოფილიყო დამინული და ვეუბნებოდით, რომ ისე არ წახვიდეთ და წადით ასე და ამასობაში თვალსაც ხუჭაოდი, რაღაცნაირად სადღაც ხარ თითქოს და ბიჭო კვდება და აბა ჩქარა და რაღაცა გამოსაყვანი ცოტა ისეთი ტერიტორია იყო, ტყე იყო ბუნებრივია და ჩვენ პოზიციებიც ახლა რო გითხრათ 10 მეტრში არ იყო, ძალიან ახლოს არ იყო. შესაბამისად გამომიყვანეს პოზიციაზე ჩვენები სადაც იყვნენ. რაც არ დამავიწყდება არის რომ ის პირველი რეაქცია იმ ადამიანების ვინც დამინახა ყველა მოდიოდა კოცნიდა რაღაცა ცრემლები, აი სულ სველი მქონდა ეს დაუვიწყარი მომენტებია ნამდვილად და მე არანაირი დიდი ეს ახლა შოკის გამო ეტყობა, ისეთი ტკივილი და წივილკივილი არ მქონია, მადლობა ღმერთს. თქვენ ფეხების გარეშე მაინც შეძელით ფეხზე დგომა და სხვების იმედად იქეცით. ვინ გაგაძლიერათ იმ მომენტში? ფიზიკურად ალბათ ურთულესი არის ეს მდგომარეობა. გვერდზე რო გადავდოთ როგორც მებრძოლი და აი რომ ადამიანურად რას გრძნობდით? ხო, ადამიანურად ბუნებრივია ეს ძალიან რთულია, როდესაც გადაადგილება, ანუ ეტლის მეშვეობით შეგიძლია, მაშინ ეტლების პრობლემა იყო, მაგრამ მაჩუქეს კეთილმა ადამიანებმა. რამდენი წელი სარგებლობდით? დაახლოებით 2 წელიწად ნახევარი მარტო ეტლით, მაშინ არ იყო აქ საქართველოში პროტეზები. ჩემთვის თავარი რა იყო, იცით და რა მომცა ამის სტიმული, მე ეს აუცილებლად უნდა ვთქვა, იყო ესეთი მეორე მსოფლიო ომის დროს, სამამულო ომის დროს მფრინავი მარესიევი, რომელსაც დაკარგა ორივე კიდური და მერე შეძლო ცეკვაც და შეძლო თვითმფრინავის ტარებაც და აი ეს მქონდა, იცით როგორ, მარესიევმა თუ გააკეთა, ესე იგი მეც შემიძლია და
მე უკვე აი ოცნებებში ვიყავი რომ კი, всё, იმიტომ რომ ამას ახლა რთული იყო ვიღაცაზე თქმა, მიუხედავად იმისა რომ ყველა ვინც მოდიოდა სანახავად იქ მებრძოლები გინდა ოჯახის წევრები ნათესავები ასე შემდეგ ყველა მამხნევებდა იმით რომ კარგად იქნება ყველაფერი ფერზე დადგები და ოჯახდები და ასე შემდეგ და გულწრფელად უნდოდათ ეს ბუნებრივია მაგრამ როგორია ახლა მაშინ არ იყო ასეთი ტექნოლოგიები რომ დღეს რო დარბიან პროტეზებიდან ასე შემდეგ ყველას უნდოდა მაგრამ ძალიან ბევრს შინაგანად არ ჯეროდა ამის და მე ამას სამწუხაროდ ძალიან გრძნობდი, გამიგეთ? რეალურად იყო ეს, რამაც ღმერთის წყალობით და დახმარებით ბუნებრივია მომცა ძალა მარისევის მაგალითმა რომ მე დავდექი ფეხზე. ბატონო ჯანდრე, თქვენთვის ცნობილია თქვენი თანამებრძოლების დამოკიდებულება თქვენ და მიპატივისცემა, მაგრამ საინტერესო იყო ჩვენთვის როგორ გახასიათებდნენ კამერებთან. დღეს რო ვთქვათ ეს ისტორია და ჩვენ შვილებმა რო იცოდნენ ვინ არის გმირი, რა არის გმირი. წავიდნენ რაზვედკაზე და როცა შევიდნენ წეში სიღრმეში, იქ წააწყვეტენ აფხაზების ბატალიონს. სადაც ესენი განლაგებული იყვნენ, ჰქონდათ აკოფები გათხრილი და მოარიდეს თავი ამათ. იმათმა რაღაცა იგზენა რომ გამოეკიდნენ, ესე რომ გამოვიდნენ ახლა აქედან გამოდიოდნენ, მინები ჰქონდათ დალაგებული და დააბიჯა მინას ფეხი საწყალმა და ორივე ფეხი მოწყდა ადგილზე. ბიჭებს უთხრა რომ რაჟოკები დამიტოვეთ და გადიეთ თქვენო მეო დავჩებიო სანამ შევძლებოდა, იმიტომ ნახევარი კაცი იყო ფეხი მოწყობილი ქონდა ერთი მუხლზევით აქ, მეორე მუხლსკოვით. ბიჭებმა რა თქმა უნდა არ დატოვეს აზია, რადგან ეს იყო დიდი გმირობა მათ შორის, იმიტომ მოსდებ ტერი გამოიყვანეს გადარჩენ იქ მე აქეთ რომ გამოვიდნენ გზაზე მანქანა ეყარა და სასწრაფო წარმოიყვანეს ჩამჩილის საავტოფოში. ამდენი სისხლი დაკარგა ეს ბიჭებს შეუხვევიათ რაც იცოდნენ რაღაც კამრები მოიხსნა და მოუჭერეს და გადარჩა უფალმა გადაგვირჩინა და დღეს გხედავთ ისევ ფეხზე დგას და ისევ გაჭირებლებს ჩვენს მეომრებს ეხმარება პირიქით. დღემდე ჩემთვის მე შევინარჩუნე როგორც ჩემი უმცროსი ძმა და მეგობარი და ვერჩი მოდია ყველას. აქვს კაი ოჯახი, ყავს შვილები და არის ჩვენი იმედი. მე მაგალითად ასეთ კაცს გმირობას მივანიჭებდი. ამ ახალგაზრდებს პატრიოტული გრძნობა რო არ ქონოდა. არ ქონოდა. იცი, არ მოვიდოდნენ. თვითონ მოვიდნენ. ჯანდრე იქ იყო, ხო და ყალიბდებოდა, იმიტომ უყვარდა თავის ქვეყანა, თავის სამშობლო, იმიტომ მოვიდნენ და დაძალება ხო არ იყო. პატრიოტ ადამიანს ეს ახასიათებს, ეს თვისება ახასიათებს. ბრძოლის უნარიანობა, იცი, არ შეურიგდა. თუ ის იბრძვის თავის ცხოვრების განმავლობაში იბრძვის. ამ ადამიანში არის ეს მარცვალი. ადამიანში არის მარცვალი. ეს მარცვალი რო არ იყო ადამიანში არ იქნებოდა მებრძოლი არ გახდებოდა. ძალიან ძნელია, იცით, ერთი წელიწადი ეთზე იდე და მე ისე ადგე ფაქტიურად თავიდან ისწავლო ფეხი ციარული და კიდო მე ამის მე კიდე იფიქრო სხვაზე. ნებისმიერ საქმეს, რომლის საქმეს ჯანდრე მოკიდებდა ხელს უყვარდა მაგის შესრულება ისე კი არა რომ გავაკეთო რაღაცისთვის არა. უყვარდა ამ საქმის ბოლომდე შესრულება 94-ში ჯანდრე და მე პირველად შევხვდით, აიბადა ასეთი იდეა, აქ არასამთავრობო ორგანიზაცია გახსნა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციით, იმიტომ რომ გაგვიკეთებინა ჩვენ ორგანიზაციის წარმოიდგინეთ, თვითონ ჯერ კიდევ ნორმალურად არ დგას ფეხზე და უკვე ფიქრობდა სხვა ბიჭებთან, სხვა ჩვენნაირ ბიჭებზე, რომელიც ამ პროგრამაში ვერ ეტეოდნენ იქიდან გამომდინარე ზოგ უფრო პრობლემა ჰქონდა არ იყო მზადებული ფეხი საპროტეზო და ის და რჩებოდა რამდენიმე ბიჭი სიტყვაზე და იქ რო ჩავიდა იქ წარმოადგენელი იყო გერმანელი ეს ოტობოგის ვინც კურატორობდა იმასთან ისე მოვილაპარაკა რომ ჩვენი ფირმის ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია რამდენიმე ბიჭი ამ პროგრამის დამთავრების მერე 96-17-ში რამდენიმე ბიჭი გაუშვით და ეს გაუშვით უფასოდ როგორ უფასო პროგრამით ეს ყველაფერი იდეა იყო ჯანდრის თავით. მადლობა ყველას მინდა გადაუხადო, მათ შორის განსაკუთრებული ბატონ ანზორ მარგიანს თანადგომისთვის, თამაზ ინალიშვილს, ბატონ ნაურ ჯიქიას,
ძალიან ბევრი გააკეთა მე აფხაზეთის მეომართა კავშირმა იმისათვის, რომ ვეტერანებს ესე დამცირებულად და წაგებულად არ ეგზნოთ თავი. მთავარი ყველაფრის თავი არის იმაში, რომ წლების განმავლობაში მაშინ ყველა საზოგადოების ნაწილის, დიდი უმრავლესობა შეიძლება ასე ითქვას, ფიქრობდა, რომ რა უნდათ, რატო წავიდნენ, ვიღაცას ეგონარ იქ საშოვარზე იყო ვიღაცა წასული და არა ომისთვის. უბრალოდ, როდესაც ამას საუბრობენ და პოლიტიკური მიმართულებაც ესე იყო, რომ ომი აფხაზეთის ტრაგედია, ომის ესე დამთავრება უნდა დაბრალდებოდა ჯარისკაცებს. თითქოს და პოლიტიკა, ხელისუფლების მაღალჩინოსნები, დამნაშავეები არ იყვნენ. ამან განაპირობა პრაქტიკულად ჩვენი ერთიანობა და შეიქმნა მეომართა კავშირი და იქ ძალიან ბევრ თემას შევიხეთ. პირველი პრობლემა იყო ის, რომ აფხაზეთის საზოგადოებისთვის და აფხაზეთლებისთვის უნდათ დაბრალება ომის აგების და ყველაფერი ამისკენ მიდიოდა, ასე ამბობდნენ, აი რატო დატოვეს, როგორ გამოვიდნენ, სოხუმი როგორ მიატოვეს, ან უჩამჩირე ასე შემდეგ. თუმცა ამ პერიოდში არავინ არ უბრუნდებოდა იმ ფაქტს, რომ მოხდა პრაქტიკულად განიარაღება შეთანხმების ფარგლებში და მძიმე შეიარაღება თუ რამე იყო აფხაზეთში 23 ბრიგადის და 24 ბრიგადის შემადგენლობაში, მთლიანად მეორე საარმიო კორპუსში ეს ყველაფერი იქნა გატანილი. საკეტები, ზარბაზნების საკეტები გაიტანეს გემით, ზოგი ფოთში, ზოგი სად და პრაქტიკულად ხერცარიელი დატოვეს მეომრები. ამას აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ოფიციალურად სამხედრო შენაერთები იყო გაუქმებული. გამოცხადდა, რომ უმაღლეს სასწავლებლები სოხუმში უნდა დაიწყონ სწავლა, თუ ვინმე წასული იყო და თავს უშველა ომის პერიოდში, ანუ ყველა დაბრუნდა და დაიწყეს სწავლა. ანუ ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ აფხაზეთი მისულიყო ესეთ მდგომარეობამდე, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობდით, რომ ესე მარტივად არ დამთავრდებოდა ეს. იმედი კი გქონდა მაინც, მაგრამ 16-ში რო განახდა სექტემბერს ომი, პრაქტიკულად იარაღის და სხვა ძლიერი სამხედრო შენაერთების დატოვება პრაქტიკულად როგორ მოხდა, იცით, ისევ იმ ბატალიონებში და გაიქცა ახალგაზრდები და ის ხალხი, ვისაც რაღაც იარაღი ეკავა, ჰქონდა. ფორმიანი ადამიანების სიარულიც კი არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ გაუხდა ეს ყველაფერი, იქნებოდა თითქოს და შინაგანი ჯარი, რომელსაც მე წესრიგი უნდა დაემყარებინა და ასე შემდეგ. და პრაქტიკულად დანარჩენ საქართველოში წასული აფხაზეთის მოსახლეობა დაუბრუნდა სოხუმს, განიარაღებული ბიჭები არიან და განახდა 16-ში ისე ომი და რა უნდა გააკეთოს ახლა ჯარისკაცმა, ადამიანებსაც თავისი ოჯახი უყვარს, აფხაზეთი უყვარს, სამშობლო უყვარს, 13 დღე მაინც დაიკავეს, აი ესე შეიძლება ითქვას, ხელცარიელი არ შემოუშვეს მტერი და ამით ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. იმასაც ხო იყო საუბარი ბატონო ჯანდე, თითქოს შიდა დაპირისპირებები იყო, აი ოჩამჩირის ბატალიონი, აი სოხუმის და თითქოს იყო ბრძოლა პირველობისთვის. მადლობა ამ კითხვისთვის, ბრძოლა პირველობისთვის იმდენად და რამდენად უყურეთ ისეთი თემა ჩამოყალიბდა ზოგადად სახელმწიფოში, რომ აი მოდით ეხლა სოხუმ და ოჩამჩირის ხო ვაბრალებთ აფხაზეთის წაგებას, ეხლა სოხუმის დაცემა ამასთან ერთად დავაბრალოთ ოჩამჩირლებს და იყო ეს ჩამოგდებული იყო, ხო იცით ამას ახლა როგორ ავრცელებდნენ და ძალიან ბევრი საუბარი იყო თითქოს და 16-ში რო განახდა ომი სექტემბერს ოჩამჩირის შენაერთებიდან დახმარებაზე არავინ არ წასულა სოხუმისკენ. ეს იყო ტყუილი. დაახლოებით 600-მდე ადამიანი უცებ იმ დღესვე, როგორც კი განახდა ომი, პირველი დაარტყეს ღამეს 3 საათზე იყო ცაგერა. ეს მინდა იცოდეს დანარჩენმა საზოგადოებამ და მერე გადაიკეტა ის იქეთ გზა კოდორისკენ და აი აქ შეგრიბა დაახლოებით 600-მდე ადამიანი, რომელსაც მეტნაკლებად რაღაცა შეეძლო და სურვილი ჰქონდა გაეწია დახმარება სოხუმისკენ. ამ პერიოდში მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ დაახლოებით 4000-მდე შენაერთი დანარჩენი საქართველოსთან იყო აფხაზეთში.
829-ში ჩვენი შენაერთების გარკვეული ნაწილი ყველა ბატალიონის შემადგენლობიდან იყვნენ ბიჭები, ყოფილი ბატალიონების, ესე უფრო სწორი იქნება, ვთქვათ, ამას ხელმძღვანელობდა რუსგენ გოგოხია და წავიდნენ ფოქვეში სასაღებად. ამ პერიოდში არავისთვის ცნობილი არ არის, რომ სოხუმი დაცემულია. იქ დაიჭრა 29-ში ბატონი რუსგენი მეთაური და გამოიყვანეს. რო გამოიყვანეს, მაშინ გახდა ცნობილი, რომ აი სოხუმი არის დაცემული. და პრაქტიკულად ჯარი, როგორც ასეთი, პირდაპირ მინდა ვთქვა, კიტოვანი მისი ჯარით ესე საავტომობილო გზით რიხინით გადიოდნენ. დაანახეს საზოგადოებას, რომ ტოვებდნენ აფხაზეთს, ჩვეულებრივ მოსახლეობას გულისხმობ და დადგნენ სადღაც აჩიგვარეს მისადგომებთან იდგნენ იქ 30 რიცხვში. სამწუხარო ის არის, რომ სიმართლეს თქმა დღეს არავის არ უნდა, უბრალოდ ჩვენ მეომართა კავშირის მეშვეობით მოგვეცა ეს შესაძლებლობა, რომ აგვეხსნა ყველასთვის რა და როგორ იყოს თუნდაც ბოლო დღეები. გავშიფრეთ ყველა საათი 27-ის მერე, რომელი მეთაური ვისი ბრძანებით სად წავიდა, რა შეასრულა და ასე შემდეგ. და ძირითადად იყო ჩართული მეთაურები და აქ დაიდო ის დასკვნა, რომ თურმე 24 ბრიგადის ბიჭებს არ მიუტოვებიათ ეს პოზიციები. იყო იქ ამდენი ადამიანი დახმარებაზე გასული და ეს არის რეალური ფაქტი. 27-ის მერე ვინც დაიღუპა, დაიჭრა 28, 29 და 30-ში არავინ არ ითვლებოდა არც ომში დაჭრილად, ან ომში დაღუპულად. ჩვენმა შექმნილმა აი ამ რუქამ საათების მიხედვით აი ამ მონაცემებმა მოგცა იმის შესაძლებლობა, რომ შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა ეს ყველაფერი და მიიღეს ცვლილება, რომ 28-ში რას ამბობთ, 28-შიც, 29-ში და 30-შიც ომი იყო აფხაზეთში. და ცალკე ბრძოლა დაგჭირდა. ამისთვის ბუნებრივია ცალკე და ძალიან დიდ ხანს მოგვიწია ამაზე ბრძოლა. იმისთვის რომ გვეთქვა, რომ ჩვენი ბრალი მეომრების არ არის ომი, იმიტომ რომ იარაღის გარეშე დადგები კიდე 13 დღე თუ დაიცოს, ხო, ამ ბიჭებმა რა უნდა გააკეთო მეტი? იარაღი არ აქვს, ტყვია წამალი არ აქვს, უზარმაზარი მტერი მოდის, ვინ და ვინ არ იყო მან ჩართული. ბატონო ჭანდრიაი, როდის გადააფასეთ მოვლენები? აი დროსთან ერთად თუ შეიცვალეთ აზრი და თუ ფიქრობთ, რომ შეიძლებოდა ამ ყოლაფრის თავიდან აცილება? სიმართლე გითხრათ, ეხლა ბოლო რამოდენიმე წელია, რასაც სოფლიოში უყურებ, რაც ხდება, ძალაუნებურად გაქვს ინფორმაცია, ხარ ჩართული და კი, შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება, უბრალოდ თავის დროზე, ვისაც ეს შეეძლო, შეიძლება ითქვას, არაფერი ისეთი არ გაუკეთებიათ. ანუ ძალიან დიდი ჯალები იყო ეტყობა ჩარეული, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ ომის აცილება თავიდან შეიძლებოდა. ამის წინაპირობა ზუსტად ცდელობა იყო 99-ში, რაც შემდეგ არ გადაიზარდა ომში და შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება. ეხლა ამ შემთხვევაში როგორ წარმოგიდგენიათ ურთიერთობის აღდგენა, იმიტომ რომ თქვენი საუბრიდან ჩანს, რომ ეს ძვირფასია თქვენთვის. ამბობენ, რომ ომით წართმეულს მხოლოდ ომით თუ დაიბრუნებოდა, ეთანხმებით? გარკვეული პერიოდი დაახლოებით 93-ის მერე დაახლოებით 10 წელი თუ მეტი არა ვიყავით ამაზე ყველა მეომრები, იმიტომ რომ აი გაეროს ამ მოხლის ამოქმედება, ძალებშიდობის დამყარება და ასე შემდეგ ვიყავით ასე, მაგრამ წლებმა დაგვანახა ის, რომ მართლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშვიდობა და გადაფასება მოხდა ჩვენში. თუ ადრე ვფიქრობდით, რომ ძალით დაბრუნება, იქ ევროპა, ამერიკა ვიღაცა დაგვეხმარება, მოწოდება გქონდა ესეთი, რომ ბრძოლით უნდა დაიბრუნო. მინდა გითხრათ, ძალიან დიდი უმრავლესობა ასე არ ვფიქრობ დღეს, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა გადავაფასეთ, ბევრ რამეს რეალურად შევხედეთ, ბევრ რამეს ანალიზის შესაძლებლობა მოგვეცა მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა და ადამიანურად ჩვენ თვითონ ვფიქრობთ, რომ ომით არაფრის კარგის მოტანა არ შეიძლება. ურთიერთობის აღდგენა მით უმეტეს. ურთიერთობის აღდგენა შეიძლება მხოლოდ ერთმანეთის პატიებით და აქ ერთი ჩვენი პოზიციას გვაქვს მეომრებს, მეომართა კავშირს, რომ ვინც პასუხი უნდა აგოს, ეს ქართველია, აფხაზია თუ რუსია, ყველამ უნდა აგოს პასუხი, მაგრამ ვინც არაფერ შუაში არ არის, იმ ადამიანებს არ უნდა შეუშალოთ ურთიერთობა.
იმიტომ რომ ეს ქვეყანა არის ერთიანი, ეს ჩვენი საქართველოს ყველასია, ხო? ჩვენი აფხაზის არის. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დროებით ოკუპირებულია ეს ტერიტორია, არა მარტო აფხაზეთი, არამედ ცხინვალიც, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ძალიან მარე ადამიანების ურთიერთობით ბევრი რამის მოგვარება შეიძლება. აი კონფლიქტის შემდგომ თუ გქონიათ აი მოლაპარაკების მაგიდასთან თუ ისყედით, ან თუ გქონიათ თქვენ აფხაზ მეგობართან კავშირი და ამაზე გისაუბრიათ, ან დღეს რა ურთიერთობა გაქვთ? ჩვენ პიროვნულად ადამიანებს ძალიან ბევრთან გვაქვს ურთიერთობა, ომის მერეც ხშირად სატელეფონო საუბრებიც მინდა გითხრათ, რომ იქ ეროვნული გმირი ვინც არის, ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს, ზოგი გაგრაშია, ზოგი სოხუმშია, გადმოდიან, ჩვენ ხვდებით, ჩვენს გვეუბნებიან, რომ აი მე ერთ მაგალითი მინდა მოვყვე ესეთი, რომ ჩამოვიყვანეთ, დავხვდით ჩვენ მე პირადად იქ ზუგდიდში, შეთანხმების მერე ბუნებრივია ყველა დონეზე როგორც საჭირო იყო და არა როგორც ვიღაცა სახელმწიფოს წარმომადგენელი, არამედ როგორც მეომარი. დაახლოებით ერთი პირა იყო აქ და მთხოვა რომ მინდაო სადღაც აი ცალკე დავრჩეო რა, მარტოც დავრჩეო და რაღაცა და დავტოვეთ საბურთალოზე, მაგრამ ცოტა ისე რომ არიქ რამე არ მოხდეს, ხო იცით? ხო და ვაკვირდებით, ახლობლებს თხოვე და საღამოს გამოდის ეს კაცი, აჩერებს ტაქსს, ჩდება სადღაც მიდის, ესენი მიყვებიან, მოყვებიან და არაფერი ერთ 3-4 ჯერ გააკეთა ესე, პატარა სუფრა ახლა ჩვენ მაინც ხო გვაქვს ესეთი ურთიერთობა და მე ვკითხე რა როგორ მოგეწონა მეთქი და ჩემლები წამოვიდა. აი რა გქონდაო ჩვენ ის ჩემზე უფროსი იყო ბევრად რა გქონდაო ჩვენ საომარიო იციო ღამერას ვაკეთებდიო რომ გავდიოდიო და მინდა აღნიშნო თქვა რომ სამმა ტაქსის ბზღოლმა ფული არ გამოვართვაო მე უბრალოდ თან ახლა ქართულად ვერ ლაპარაკობდა და რუსულად თან ესე აფხაზური აქცენტით რომ ეუბნებოდიო რომ მე ვარო აფხაზი აი ჩამოვედი იქიდან და არ გამომართვა ფულიო ისე მომატარესო და მომიყვანესო და ხშირად გვაქვს ეს ურთიერთობები სხვათა შორის და მე შევთანხმდით იმაზე უბრალოდ მე თანხმობა არ მიმწე ჩემთვის რთულია იქ შესვლა იმიტომ კი არა ახლა ვიომე უბრალოდ იმის ხმა მინდა რომ მე ესეთ ფორმით იქ შესვლა არ მინდა ანუ ამ მშვიდობა შერიგება უნდა იყოს რომ ყველა ერთად ჩავიდეთ თუმცა მითხრა რომ შენ და მე შემიძლია ჩემი შვილები გადმოვიყვანო დავტოვო აქ და თქვენ რო არაფერი არ იფიქროთ და თქვენ წამოხვიდეთ თუ იქ ანუ ძალიან ესეთი ურთიერთობებიც არის და ეს ურთიერთობები უნებრივია არის გამოსაყენებელი იმისათვის რომ საბოლოოდ მშვიდობა დამყარდეს იქაც და ერთიანი იყოს ეს საქართველო. ბატონო ჯანგრენი, ჩვენი გადაცემა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი. რას ეტყვით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გვიყურებენ და გვისმენენ? რა იქნება თქვენი მთავარი სათქმელი? მათთვის ენგურს იქით და ენგურს აქეთ საქართველოში. მთავარი გზავნილი არის ის, რომ მე მინდა ყველას უსურვო ერთიან საქართველოში ცხოვრება, აქ გულისხმობ ყველას, ქართველს და აფხაზს, რომ ჩვენ ყველა აფხაზეთში ვიცხოვროთ, ცხინვალში ვიყოთ და ასე შემდეგ. მშვიდობა მინდა უსურვო ყველას და მინდა ვთხოვო, რომ ნუ ჩაიციკლებიან იმ წარსულზე. აი მხოლოდ ცუდი რაღაცებს, იმიტომ რომ ცხოვრება ძალიან განსაკუთრებულია, ერთხელ გვეძლევა ადამიანებს და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, უფრო მეტი სიკეთე გავაკეთოთ. ჩვენც ხო ვიცით კარგად რომ ეს ომი იყო თავსმოხვეული. გინდათ ცხინვალში, გინდათ აფხაზეთში. აქ ადამიანებმა სხვანაირი შეფასება უნდა მოახდინონ, რომ კიდევ გავერთიანდეთ, ჩვენ გვეძდება შვილები მომავალი. ჩვენ ისე უნდა გავღზარდოთ და ისე ვზდით შვილებს მომავალ თაობას ეს ჩვენი ბრაზი არ უნდა გადავცეთ, რომ ჩვენ ვიმართლოთ მხოლოდ თავი და ვიღაცა მტყუანია და იმის ბრალია ყველა. ჩვენ შეგვიძლია დავსდეთ ვთქვათ ის სიმართლე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ სად ჩვენ რა დავაშავეთ და სხვამაც უნდა ეს აღიაროთ. მხოლოდ მშვიდობას უსურვებდა ამ ქვეყნის სიძლიერეს და ერთიანობას. დიდი მადლობა ბატონო ჯანდრი. ძალიან ძვირფასი ადამიანი ხართ ჩემთვის. მეც ახლა ამ მაგალითზე გამახსენდა, რომ ბავშვობიდან თქვენი სახელი და გვარი მესმის, რომ ეს დედა ჩემი როცა დარჩა ესე. ქვრივად, სულ თქვენი იმედი ქონდა, როგორც ყველა მეომრის ვეტერანის ოჯახის წევრს.
და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. თქვენ ჩემი ბავშვობა ხართ და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩავწერთ ამ გადაცემას აფხაზეთში, თუ როგორ ცხოვრობდით დევნილობაში. უღრმესი მადლობა თქვენ პირიქით და ნამდვილად ღმერთმა ხნას და ძალიან მალე იქნება ასე.